თუ კიდე რა საქმე დამიჭირო ზემო იმერე ლაზნაური იო დევედო ხდასდარ ვალისი ამაჩო თუ ხარი ესე მოვიდნენ ხო სენს სადახართ ხო მე ვერ მოვასწრებ მოსლასო მაგრამ დაეციო რომ ძალიან დიდი მადლობაო რა ვიდა ჩემ ბათუმშია ვაფშე საგულაოდ იმ ასაკიდან გამომდინარე რა ასაკისაც არის იძიგძიგებს ბოლომდე ის 15 წუთი იმ სამ დღეში რაც არის დავსპარდეთ, დავშვიდეთ. დაწყებულია რა. მესამეობით მეგობრებო, ჩვენ იმყოფებით ისევ და ისევ ლაბაზის მის საკავებაში და რა ქვია ამ ყველაფერს? რა ქვია ლაბაზი? რეუნიონი. ეს რა სიტყვები ისავლეთ სიმონა ხედავთ რა ლაბაზები? ერთი წელი გავიდა ხო რაც იყავით? სექტემბერში ვიყავით. ხო, თითქმის ერთი წელი გავიდა. მე მაგარი ის ხარ წინ ხარ წასულები. 4 პეტლი გაქვს ნაყიდი, მაგრამ ორს ვერ თავთ. ო, კამერა გაქვს სერიოზული ჩანთა. ჩანთა? ის გზაშია? გამატებით განათება გზაშია? ეს ყველაფერი ჩომო მე კიდე მოეტრა. რეუნიონზე მოდით. ის გეხვეწები მოყევი რა, ის სტიკერის ამბავი რა. ხო, სხვადასხვას წინაზე შეფერილი там кайხავს. უკვე ადგილზე არის საგაროსთან არის ზუსტად და როს დაასკანერებენ რა ხდება, ეგეც ხარი. გავარდება პირდაპირ ჩვენ არხზე. ხო, მაგრამ იმენა არხზე გადავა თუ გადაცემაზე კონკრეტულზე? ზუსტად არხზე გადავა. არხზე გადავა, ხო? არხზე გადავართ, მე თუ გამოგვიწერენ 20,000 წავარდა წავალთ იქ იმანიანი ვიდეოზე გადავარდება, რომელსაც იქ გადავიღებ. ბიჭო, უნდა ახვიდე. მაგრამ ერთი ორი სიტუაცია რა თქმა უნდა აქვს ზოგიერთები ინფლუენსერი გახდა და მე TikTok-ერა ხო ჩვენ YouTube-ზელა და ჯერ TikTok-ით იწყებს და მე ნახოთ შეიძლება YouTube-ზეც გადმოვიდე. მე არ TikTok-ით არ დამიწყია, მე ვაკეთებ სიმონ საქმეს, რასაც მეუნებია, მე პატარა კაცი ვარ. წინა მოსვლაზე ეს ყველაფერი ასე მოწყობილი არის. ხო, ნელ-ნელა ჩვენც ვითარდებით. შენი კამერის არ იყოს, გადახურვა გამოვიტანეთ, განვადებით. ზევიდან დროშა ხო? ზემოდან საქართველოს დროშა არის, კი. მამა ჩემისა ბიდა ჩემზე გადაწყვეტილება იყო და კაკრას მაგიტო გაიწელა ამის გადახურვა. როგორ თან ეს როგორ არის, იცი იხსნება რა, გადადის გადმოდის რა. ის დაგვართ 1-2 ღამე მქონდა რომ სვეტში ვერ გავხსენი, იმიტომ რომ ხორცის ის მარაგი ვერ მომატოვდა, საცაჭირო იყო, იმიტომ რომ ცოტა ისეთ ხორცს ვიღებ, რომ დეფიციტია რა, ძალიან ისეთი არის, ხარისხიანი, მარტო მინდვრის საქონელია და მართლა ჭირს რა ბაზრობაზე რომ მივედი ის კაცები ვინც ვნახე ვისაც ჩემთვის ხორცი ჩამოაქ. ო. ფიზიკურად ვერ არ იყო ის რაოდენობა და სხვა არ წამოვიგე რა. და დღე გაიყიდა ყველაფერი და 1-2 ღამე ვერ გავხსენე. მაინტერესებს რეცეპტში რამე ხო შეიცვლია? არაფერი ვაფშე რაც იყო ისე ის არის რაც დაგვქვათ. ერთი ეხა ვაპირებთ რომ ზომაში გავზარდოთ. და ცოტა ალბათ ფასაც მოუმატებთ, იმიტომ რომ ერთი პორცია ეხა არის 150 გრამი და იქნება დაახლოებით 165 რა თითო შამფური რა რომ ზონაშიც კაი იყო. ვის გულშემატკივრო? რა, მე არგენტინას რა თქმა უნდა. 16 წელი არგენტინის გულშემატკივრო. აუ მეც რა მე ორივეს. მაგრამ ფინალი ისე ითამაშეს რომ მოიგოს რაღაცნაირად არ იქნებოდა თვალსამართლიანი. მე ეხა გეტყვი რა რომ არგენტინა ეგვიპტე რო იყო. ო. და 2-0-ს რო აგებდა. ამანდო. და დროსაც რო ავხედე მივხვდი რომ აი ხა ამ თამაშის შემომწირებელი წესს აღარ არის თქო და ხო დაიჯი. მიმტანს დაუძახე რესტორანში ვიყავ. მიმტანს დაუძახე რომ ვინის ჩიქა მომიტანეთ თქო და ჩავასწრებინე არაყი და გლიჯე ბოლომდე მეთქი აქ ის თეთა სვატირე მიამაჩები თვალებით არ შევხედავ თქო ის. ისე არც მოგევა გახსოვს და არ წაგევა. ხო და ბიჭო მე მიმეძინა ეხა იასნია რა ისედაც ბევრი მქონდა დალეული და ეს რა ესე ვიყავი რა ეხა არც მიმეძინა მაგრამ ვაკიმარებ ვეღარ ხვდებოდი თამაშის მსვლელობას და 15 წუთი შემოძმაკაცვა შემანჯღრია და მოვიგეთო. შანსი არ არსებობს მე ვთხარი რა მე გავს მე და ხელია ხასტკივაში. რა შემხა საში ყველაფერს ვიტყვი. მართლა? ეგ სახლი შენია ხო? იჰი. ვა ეს სერიოზული ისა? გეუნები, სერიოზული გამთარება. ეს რომელი მეთოდით? ჯერ ხო სუფთა. აქ რო ვიყავით გახსოვს რა ვთქვით? რა ჭამაძე ეს მყავსო. და იმის მე ესე უკან ხარ წასული რომ ამასაც რა კილო აქვს დაკნებული. ხო კონდა შენ ერთი პერიოდი. არა. ისე ვარჯიშობ ხო? შეძლებს დაგვარად კი. მაგარია. მე არ შეიძლება ითქვას რა. არა, წვეჭი თქვი ხა შენ ხა იმის მე რამოდენიმეჯერ ხო კიდე მოხვედი. კი, ხო და არ მოვიდოდი. არ მოვიდოდი რომ არ მომწონებოდა და არა. ხება არ ჭირდება. უნდა მოვიდნენ და ჭამონ. სხვა შორის ზემო ხო სტაბილურად ერთი და იგივე. სტაბილური. სხვა შორის
ვერ მომკითხა მის მერე ვიდეოშიც რა, ხაც ვიყავით წასული რაღაცა. რატო დამიდეთ ახლა ესე? ვიყავით და იმანაც ვკითხავ, მართლა რეალურად ეგეთიაო და მეთქი. შენ არ ვიტყვევით, რომ უნდა გეთქვა, მაგრამ გაგახსენდა რომ ვიტყვევით ხოლმე. კეთილი ტყუილი საჭირო. უჯერ ყველა გადაცემას არ უყურებ. რაღა დაგიმალ. რა გითხრა, სიმართლე ყველასაც მე არ უყურებ. ხო, რაღაცებს უყურებ ხოლმე რა, რომ ამომიგდებს რაღაც ჩამითრა, სულ უჯდები ხოლმე. აი, გამორჩეულად იმ ბრენდების თქმა შეგიძლიათ, ან რესტორნის სახელების, რომელიც სვეტში არ მოგეწონან? კი, დაშ მაგას მომოგდი ზედა. ყველაში მოხდა თქვა. ხო? რომელი იყო მაგალითად ერთ-ერთი ყველა საშინელება რაც აუ რო გაგულანძღა ხალხმა. ვა, მუჭა. მუჭა ბიჭო. მიდი დამუჭი. მოპრასი მომეწ რაღაცა კიდე. ძალი, რაცა წყალი. მუჭას მე თავიდან ვარ ნამყოფი. რო გაიხსნა. მომეწონა. მე დიდად რომელი არ მომეწონა კიდე იცი? მისტერ შამპური. ერთ-ერთი ისე მართლა რაც კაი იყო და უცხო იყო, ქაბაბის შამპური ქონდათ რაღაც ცოტა ისეთი რა. ქაბაბის შაურმა. შაურმა ოდეში, ხო. ქაბაბის შაურმა ეს ქაბაბი, ეს ქაბაბი მოუხდა სპოტაშოვის. გემრიელი. მილუმანი. ზემო იმერე ლაზნაური. მარტო იგი გასინდეს მას. რაიგულავე, სად იყავით მობაზ გახდა. ახლა აქ ხوار გავაპიარებ იმ ადგილებს, კაცო. სად ვიყავით, სადაც ვიყავით. ხო მითხარი წეგან სადაც ეგ. პრივატონა. არა, მანამდე სხვაგან ვიყავით კი. მე და ჩემი მეგობარი ვიყავით აქ. შენ იყავი გაკრას სალაროსთან და ვიღაცა რო შემოვიდა, ახალგაზრდა გოგო იყო. ყავა თუ გაქვთ? არაო. შეტრიალდა და რაღაცა უთხრა, ჩაიო, არ ჩაიო. უხორცო რა გაქვთ? ქალბატონო, საკაბაბეში ყავთ. ის ბიძაჩებს აქ მოყოლილი ის არის, კაი. მომედება? აი, ორი თბილისიდან ჩასული საქმეზე გაჩერდა რა, ის იყო მარტო ღია რა, ეს სახა შეიღებდა არ აქვს. ამან უკაცა კაკაო ხო არ გაქვთ? კაკა. ამან ჩაძახა იმას, კაკაო გაქვს, არა მაქვს, ამოძახა იმას. ყავა ხო არ გაქვთ? იქ ყავა მაინც გქონდეთ. ყავაზეც უარი, თქოს მე რო აღარ გავაგდება იმას უარი. კაკაოზეც უარი, ყავაზე, ჩაიზე უარი და ქვემოდან ის მე ბუფეტე იძახის. ამიიწიე და მან აკვიდან ეკвиდა რა. მოდემს გავში ისტორია გქონდა ჩვენ იმაში, საბურგერეში. ამან შეუგეთა ყველის გარშე ესა ქვია ბურგერი. ამიიწიე და მე კლუბში მაქვს დანალევი ჩაი. სიცენ ხოდა 40. გამწაგიყვანე კლუბში 40 სიცხეს. ყველა წევრი შეიზვაგასები და ვარტო ხوار დავჭეროთ სა. შე 40 რო გაქვს სიცხე მარტო კიდე დარჩეს სახში. აუ მაშინ. ბიჭო, ერთხელ თქვენი გადაცემაში ხო შეიძლება მოხდე ისე რომ დამჯდარი ჩავიწეროთ, ხო. ნამატეს, კამი მე რა ჯავიწეროთ. ოჯახი კი ოჯახი. მე რომ მოვედი ხო რას ამბობ, ფეხზე დაქვია, წამომაწვინეცი. რა უნდა შევაფასო ახლა, რა გინდა, იდეალურია. ხორცი კარგია, ნახე ეს არა, ნეტ გამოჩნდება არის, მაგრამ წვენი გადის. წვენი ხა მაგას წესი დიდერი ხარი გვედორო. არა. თუ აქვს აღო. წვნია არა. მესამე მოსვლას მე კედლების საკითხი. არა, კედლები და ეს ნუ არ გიდე რა პირდაპირ ვითხარი, თუ კიდე რა ვისაქვი, დამიჭირო პირდაპირ ვითხარი, თუ უკანა. წვნიანი არის. წვნიანი არის. გემო, როგორც მაშინ იგივე გემოა, არაფერი არ შეცვლა. მე ძამე. იდეალურია. რავი რა უნდა მოხვიდე და ჭამო. კარა ბიჭო შუქირო ჩაქრა თელ თბილისში, თელ საქართველოში. ესაჭო. დღეს საჩაქრა, მაგრამ დღეს მეძინა, გაიგე შენ და. მე ვინა გაცალა. კაგრას ამასთან რომ მივედი შუქი არ არის, რითი გინდა. შენ რომელ საფრთხეზე ხარ გავახსენეთ ად? მე დაჟმედე. ფეხით ახვედი? შესაძოდაო. არც ის დენის წასვლა არ გამიგია. და არც გონდელ დენის წასვლას არ გავიგიოდი, ვიღაცები თავზე ვარ დამგმონდა. აი ვიდეო რა. აი, გაშე არის ვაკაცია რა, აიყო ერთ ამის გამო ტყუას უნდა შეეშვირო და 2 საათი გეძინას ისა რა. აი მაშინ ვეშვირო კიდე. შეხედე? შენ გაიყავით ვაფშე რა. შენ გახდი ვაიბები, შენ იმერული დარჩი და გაიყავი და ცალ-ცალკე არქი გაიყავი. 2300 გავწერი ვიყავს მე. რას გინდა ისე აი ძმა. მე და შენ წავიდეთ ვაფშე რა, მან ახლა ისეთი კადრა რო არ მეგონა ნახდათ თუ მაგაზე. ო, უნდა ეთქვა რომ აი ამოხდა მე რო მოგრიდგები. ზუსტად გაიყავით, ზო რამდენი გამომწერი ყავთ ზუსტად? 4700 თქვია. 4700 დაჟე რა გინდა 100 მომწერი. ეგ ვერ გაყო სიმო შეხედე 50. ამაც კაისტად გას მუშაობს ეგ არ შეეშლებოდა, გაიგე? მე რა მაინტერესებს სახადა. ცა ჯერ მუშაობ ეგრე შეგეშალოს დაგიჭერენ. ესა
ამ ვიდეოთი შენ ის ამდენ გამომწერზეა ვარ. წინაზე სხვათაშორის აქ რომ მოვედით, ყავდა 500 გამომწერი, რო წავედით 1500. ეგ ჩემი დამსახურება არ იყო. ეგ იყო დიდი ლაბაძეების დამსახურება. მე 200-300 გამომწერს გავწდები, ისე რომ ჩემი ხათრით 1-200 კაცი გამოგიწევს. ერთი 10 კაცი მეზე მომიწევს, ერთი 10. შენი მათმა გამოგიწევ. კაი ხნისი გამოგიწევ. რო დავიწყე თავიდან მაშინ დააიგრა მე მეუბნები ხა რა მაყურებელსაც ხო ისთვის ჩემი ხო. რაღაცა ცოტა ისეთიც გააკეთეთ რა, ბარტო საჭირო, რაღაცა ისეთი გააკეთეთ რა. აი Red Bull-ის ჩემპიონატში მიიგეთ ახლა მონაწილეობას, მოუდა გადაიგეთ. არ ჯდება ვაფშე ძვირი 23 სექტემბერს იქნება და მანქანა უნდა აწყო. შემდგომ უმატორო უყველაფრო რა. პორტა დაღმარდეშები და ვიცი, ფაწმინიდან გამოექანეს პონტიროა, იქიდან 20000-ია თუ 10000 რაღაც ძალიან კაი პრიზი არის. ლუკა შეუძლია მანქანაში ერთი საჯდომ არ შეიძლება. ორი უნდა გამოვექანოთ. ისო ასკეთ თუ ძალიან იაფიჯდება ხა ეგეთი მანქანასაც ყო. პროსტა მან ერთი ბიძაჩემი ფიზიკოსი არის. უმატორო მეც ფიზიკოსი ვარ. ეგრე მეც ფიზიკოსი ვარ, გაჩერდეთ თუ ჩემი ძმაკაც. შეც გპეში ხო არ იყავი? რა თქმა უნდა. ხო და გაანებეთ. ვახისენ რო ყოფილიყო Red Bull-ის ჩემპიონატი, კაგრას უმატორო მანქანას ყავდა, კარგო მანქანას ყავდა. რული იყო მარტო. რული იყო. ეგეთი მანქანა მეც ყავდა. პირველად რომ მოვედი აქ და ის რო გადარიცხე, იმის მერე ფული არ გვიგეთ რა. რა გადავრიცხეს? მაყუთი რო ჩაგირიცხეთ? კი. აღარ ჩახსოვს. ისეთი მიზერული თანხა უთხარით რომ აღარ ჩახსოვს. არა 40 ლარი ჩაგირიცხეთ, სულ 20 ლარი კაცეო რა აქედან რა გავა. ეს დავერიცხე 50. ჩაგირიცხავთ არ ნერვები. უგემატად გამომწერი იმდენი პროცენტით მეც ჩაგირიცხე. რა ჯიგარი ხალხი არის, პროსტა 63 ერო ნახშორი და 24 ამაში აღარ რომ რაღაცაირად ხელსარიელები ვერ მოვა. იმერლები, ხელსარიელი არ დავდივართ. ხო, იმერლები ვაფშე არასად არ დავდივართ ხელსარიელები და მაგან დაგუყა რო იცი. არა უშავს, ჩვენს გევიმართებით, როცა იქნება. ჩვენს გევიმართებით. ველი დროა რა. 90-იანებია გაგანია სიმონ. დედა არა ყავს ქვეყანას და სხვადასხვა სამხედრო ფორმირებები დგანან ქალაქში. ატარებენ იმას, ჩქერეკას რა. და ორი პიროვნება გააჩერეს მანქანით, კარგად ნასვამები არიან. პიროვნებების სახელი ექნება შეგნებულად შეცვლილი. არა, ვაფშე არ არ უნდა სახელი X პიროვნება და Y პიროვნება. ერთ-ერთი პიროვნება, ვინც ზარულო მიჯდა, რულთან საჭესთან ვინც იჯდა, გადავიდა ამ ფორმირებებს გაისაუბრა. და რაღაცა მაყუთი შეთავაზა, გამაზა, ჩაჯდა უკან მანქანაში და უნდა წავიდნენ და რო ჩაჯდა, მოდიში ფორმირებებს ხვდები უკვე ვიზეც რა მე მგონი არა, მხედრიანი არ იყო. ძირითადად მილიცია, კაი, ნუ გამალაბა. არა, გასაუბრებები, ვინც ესაუბრებოდა. ვისაც გაესაუბრა არც იმის სახელი ლაგვარი არ მინდა ვთქვა. მოგდოთ. რაღაცა მაყუთი გამართა, ჩაჯდა. და რო ჩაჯდა, გაიხედა ეს პასაჟირი ძვაკაცი არ არის მანქანაში. ბიჭო, სანდა გაინახა რომ აი ამ მასაში მოძრაობს რა ამ ფორმირებებში დადის და რაღაცას ყვირის. რა მოვიდა ეს და რომ მივდივარო ხმამესმის რომ ეს ყვირის რომ უფროსი რომელიაო ეს. უფროსი რომელია. აი კაკრას მივედიო და ის უფროსის მომასწრო იმ უფროსმა იმ ჩემ ბრატამდე მისვლაო და რომ მივედიო ხედავ რომ ამან ეს პაგონი ჩამოხიეო ამასო შენ დღეიდან არა ხარ უფროსიო ესე არ ტყავ სახეშიო და ოპა აჯვი ხა აქედანო იტოქში ეგ სადღაც ფილარმონიასთან ხდებოდა ძნელაზეზე იყო განყოფილება ფეყი არ დაგვიდგიაო ზირსეთი წემით აგვიყვანესო ისე ვიგო აი ესე დაგვარტყავდნენ და იქაც მაგრამ გვირტყავდნენ და მე უთხარი რომ მამამისიო კაი თანამდებობის არისო და გამიშვითო რა ვეტყვიო მამამისო და რაღაცა იქნებაო რა აქედან გამიშვითო აიო შენო წავდიო იტოქში და წავედიო ეგრევე ავედიო მამამისთან და უთხარი რომ ესე დაგვემართაო რა რაღაცა გვიშველე მოვიდა მამამისი შევიდა იქ რაღაცა ილაპარაკა გამოვიდა წავიდა მოვიდა და ერთი პარკი ფული მოიტანა სიმონ და ის კაცი იძახითან ესეთი შეურაცხყოფა ჩემს ცხოვრებაში არავის მოუყენები ეს რომ ვიხდო რომ ფულის მომტანები არიან ხო ესეთი შეურაცხყოფა ჩემ როგორ გეკადრება მე ფულს ხელს არ მოვკიდებ ხო ესეც მივხვდა რომ თუ ფულს ხელს არ კიდევენ უფრო დიდ ფულს მოგიდებენ წავიდა ეს უფრო დიდი ფული მოიტანა დატოვა და ეს გამოუშვეს ხა ეს პიროვნება რომელიც გვერდზე იჯდა და ამის მამა განან გარეთ ძნელაძე სააკო ესე 4 იბეო რა ეხსასლელი. ეს ჩემი ბრატი გამოვიდაო და აი მამამისმა რომ მიცაო სახეშიო და აი დაეცა ქვემოთო რა და კი არ გაანება თავი ჩაირბინაო და ურტყავსა და ეს გამოვიდაო რა ეს კაცი ვისაც პაგონი შემოხედა აი ეს ამას მიმართავს უკაცრავად თან დიდთანდებს ბატონო უკაცრავად ბატონო მაგას ხო ჩვენ შეძავდით ამხელა ფული გამოტანილი
გაანებე თავი. რაღაც მეიტანე, ამხელა. რა ამხელა მაგას ხო ჩვენ მოდით ამხელა ფული რაღაცა მოიტანე გაანებე თავი და მე აყერესა გამოუშვეს. მაგაშია ნარტყალზე არ დავარტყა. იმათო ხო და ამაგიზე. ეგრე ხნა კიდე ერთი სხვა. აუ ბიჭო მართლა დამასველას. გათიშე რა ზომბას გაფიცებ იქიდან რა. აი ეს აუ ერთს მოვყევი პროსტა არც მაშინ არც სახელზე გვარს. ბიჭო აი ეს აი კაცი იყო ერთი რა. აღარ არის ეს. ძალიან მაგარი აი ჩერი აი უმაგრესი პიროვნება რა. აი ყველას უყვარდა ვაფშე აი საქართველოში. ვინც იცობდა და ვინც არ იცოდა, მithumetes თავის რეგიონში. ყველას უყვარდა და ყველა მაგარ დიდ პატივსებდა რა. პროცესს მაუყვარდა ძალიან რა. მეუღლე კი ამბობდა ლოთი იყო, მაგრამ არ იყო რა ლოთი რა, ისეთი მოწესრიგებული. სულ შარვალოზში რაღაცა და თან აი გამოწკიბო. მაგარი ისეთი რა. აი სუკაი ხასიათზეა. აი სულ მაგარ ხასიათზეა. პროცესს თუ არ სვავდა არ ბაზრობდა. და გაუშვეს ბაღში ბავშვები წამოიყვანეო რა. ამან გზაში გადაუხვია დალია. დალია და ბაღიდან მოიყვანა ორი სხვა ბავშვი. ესენო რანაირად აგერია ბავშვებიო, არამრევიაო. ესენი წამოიყვანა. ჩვენი ვიცი რას გავ. ყველაზე კარგები ავარჩიე. სუფთები რა ვიცი და ჯო რაღაცა ლექს რო გავარდა ეგრევე გადაცვალა ბავშვები. აუ ერთხელ მეტროც წამოვიდა დასვა მდგომარეობაში იგივე პიროვნება და საინდეო ექსპერიმენტი. ვიღაცა ბომჟი ახალგაზრდა ბომჟი რა 16-18 ეს წამოიყვანა სახში და ეს აკაკუნებს და ხო გააღო მეუღლემ და დღეიდან ეს ბავშვი ჩვენთან იცხოვრებს. ერე ვიკითხები რა ქენი თქო და უნდა მეკრა დაობანეო აჯამე ვაშილსა და ფული მივეცი და გაუშვიო. მანამდე ამას გაიყვი და აღარ სახსოვდა ამ ბავშვის მოყვანის ამბავი. რომელიღაც ერთ-ერთ უბანში, მე უბანს გეტყვით. აი ძალიან კაი ხალხი 90-იანები არიან რა ეხლა რა ბიჭების. შემოვარდა რეიძე პატრული რა. კამერაში უნდა ვიყურო. აი ბიჭო, ყველგან მეუბნება რომ კამერაში არ იყურო და შენ მეუბნება რომ კამერაში კაი. შემოვარდა რეიძე პატრული რა. აი ხა მოხიეს რა ეგრევე რა ზოგს რა უდევს, ზოგს ამალი, ზოგს იარაღი, რა ვიცი. გაიქცენ ეგრევე და ერთი ეგრევე დაიჭირეს, ერთზე თქვა რომ ეს როგორც ყოველთვის ისე აორთლა სამშე. თუ მიწამ რო ვერ გაიგებ, რომ სულ ეგრე ხდებოდაო ბიჭო, აი ყველას გიჭენენ. ერთს ესროლეს იქიდან ეგრევე და დააჭერეს და ეგრევე აიყვანეს და ამან მოხია აირბინა სადარბაზოში. ამ სადარბაზოს აქ როგორი სადარბაზოა იცი? აი 16-იანები ნახი გავა. სადარბაზოში შეგიძლია რომ აი სადარბაზო რომ გიზოსებში რომ გაძვრები რაღაც აივანი მითიჩითება რა. და იმ აივანზე გაძვრა და იმ აივანიდან გადაძვრა ვიღაცის მოსახლის აივანზე და გაიხადა ყველაფერი ზამთარია რა. ყინავს ბიჭო. რუსიკი დადგა და სიგარეტს მოუკიდა ესე ეწევა რა ვითომ გამოსულია მოსწევდა ეს პოლიცია აირბენ. ნუ ვიღაცა მოხუცი ხალი გამოვიდა აივანზე რომ მიხვდა რაღაცა ხდებოდა და ეს შეხედა და ამან გეხვეწებით ქალბატონო არ იყვიროთ რა. ქალბატონო ტრუსიკიანი კაცი აი ეს სიგარეტი წევა აივანზე ბიჭო 1 საათი თო ვეღარ მოზრაუდიო მე ქალბატონს ხელი წყალი მასყავა დაჟე. ამ ხალხა ხო მეტეხი რომ გაიხსნა. მეტეხს ქონდა ერთ-ერთი უცნაურობა რომ ქონდა ჩაბურული შუშა წინიდან. და ეს ჩაბურული შუშა იქ მოსიარულე კამანდის რაღაც გარკვეულ რაოდენობას ნანახი არ ქონდა არცაც ჩოულებრივი კედელი გონია აქედან არ ჩანს აქედან გონიათ რომ შიგნიდან აქეთ არაფერი არ ჩანს. როგორც აქედან შიგნით არაფერი არ ჩანს რა. და აღარა დათრა ეს გამოვიდა ეს შუშა არის თელი მეტეხის დარბაზი რესტორანი უყურებს ამ შუშასა და მაგარი ძალი გამოვიდა და ამ შუშას მიაფსავს. მაგარი სორია ასასაკ. გონია რომ ეს თავის სპორტში გამარტავებული 200 კაცი დარბაზი უყურებს. დაბერსა სუფრაზე ამ გარმოტო. ეს ვაფშე ახლობელი იყო ერთი დაცვის რაღაც უფროსი იყო და იმიანა გამოვიდა. და რა ჭირდა თორე ვინ დაგაძინა შენ თუ ამაგა გაღვიძა? ეს ორი კაცი ავავზე. შენ ამანაც ამაგდო მე ფეხზე. ნახევარსაათში მან დავართავით მოდი რა. მოკლედ თქვენ გამომწერებს გაუმარჯოთ. რა არის რა ცოტანიც არ უნდა იყვნენ. იგენი გაძლევენ мотиваციას რო წერო რა. ვინც უყურებს, ვისაც უხარია თქვენი ხილვა სოციალურ ქსელებში. ერთი კაცი რო იყოს იმისთვის ხიშკი. მე გაჭმევთ და ეგ გასვევთ რა. ფაქტიურად. ჯერ ვერა, მაგრამ ცოტა ხანში.
დალი ეხა ბოლომდე თუ რაც დარჩება სიბო და ჩავარყავ თავში. არა ეს პლას ქაღალდია დავასხავ. ვინ გაგიმარჯვეთ? ო, არ გითქვიო დღეს მართლა რა უნდა ხნა? ახლა უნდა გამოიწვიო. და რამდენზე რო ავართ? 20000 გამო. რას ოპერატავით? გავუწერდი რომ ავალ სერიოზულ ლუქს მოვარ ყავთ და იქ რაღაცებს გავუკეთებ ალბათ რომ დედას ვიცავარ არც ერთი YouTube აქვს აკ მინიმუმ 1-3 დღე გავასროგინებს იმან რომელი გაცა სატოი ჩაი. ეხლა ვნახოთ როგორ წამოვლენ თუ არ წამოვლენ რა პროსტა მაინდა. ხო იცი ზოგი პარაშუტიდან ხდება, რავი ზოგი რასაკეთებს რა. ისამავე მოყოლილი მაქვს მე რომ ბუდაპეშტში ვიყავი? მე დავლიოთ ეს. ხო ზოგი პარაშუტიდან ხდება, რავი ზოგი რა ულგანში ხდება და ჩვენ იმ ნაიკასთან ერთად მივდივართ, ყველაფერი ერთად აღებული უკვე შენი ციკო ჩემი ისტორიები რომ დავალევ რა ხდება. რაღაც 10% მონასმენი მაქვს მაინც. აი ხომ 1%-ს რა შენ გამოდერებს გავამოწეს. 10% გვაქვს. რა იყო ბიჭო? მე რაც უნდა გინდასალე. ეს გირი გააგდე ხელიდან რა. რა? ეს გირი გააგდე ხელიდან. შენ ხელში არ ყის ბოთლს გარდა არ ნახო არაფერი. ბავშვი მსდიე მე. ცხოვრებას გასწავლე. მადაგასკარში ვარ. ие, ასე რომ რა ჩამომხვარი ცოტა ხანში იქნება. არა ეხა მეც გადავდივარ. მოგე ბუდაპეშტში წავედი დასასვენებლად ვაკაციებთან ერთად. და ძალიან ბევრი ალკოჰოლის რაოდენობა მომივიდა, მაგრამ თლად შემბრალი არ იყო. ჭიქ პივარი ძალიან წარელა ლუდი რა. და ეს ჩემი ბაკალი რამდენი გავადა ლიტრიან ბაკალს გამოიტანს, ხო, რო სულ წარია რა, ერთ 5 ბაკალი დავლიე რა 4 ლიტრიანი ჯამში. აქ რა დავთვალე თუ არ უნდა დამთვალიყავი ეგრე, არც ერთ ვარიანტში ეგრე არ უნდა დამთვალიყავი რა. მეთქი რა ხდება რა არის, რა ვარიანტია. თურმე ბიჭო ეს ყველა გასვლაზე და ის ამოაქვს. მე ხო იცი ჩემი უცხო ენასთან ურთიერთობა რა და ვერ ვხვდები ვერაფერს და ეს რამდენი გავა შემოვა ორჭიქა არ აქვს აგდებს თითო ლიტრში. ოპა. ხო და ბიჭო მაგარი არ გათვარს რა, გარეთ ძივარ სადღაც უდავეში და ამან თქვა რომ წამო ევროპა დავათვალიე და. ოპა. მე ვთხარი წამო ზმაო, სადაც მე მეთქი ყველაფერზე მოყვები. ეგ უნდა ჩარჯი ტაქსი მიხვიდე. ბანკში დაჟე მატრებაში რომელიმე ქალაქში წახვიდე. ჩავჯექი ტაქსი და ხა იმასაც ჩაეძდა მე ჩამეძინა. რომ მივედით ეს კაცი მაგვიძებს. მე ინგლისური კარგად არ ვიცი, მაგრამ რაღაცას ხა ვაბარაკობ რა, ხა თლადის რა, გეორდონეს გაჩავ რა, ხა თლადო ბიჭო. ხვდები რომ მეუბნება რომ ჩამოვედით. მეთქი ბიჭო. სად იყო ეს მატარებლის გაჯერება ჩამოსასვლელი. მე რო კარგად შევყევი. ბრატისლავაში ჩავსულვარ, გვერდზე ქვეყანაში წავსულვარ ტაქსით. მალა. ამას ვაღვიძებ, რაკეტი შეჩება. და დამიყვანე. ვიდეო ის რო ჩაჭრილებში მოიცი. ბრატისლავაში რო იჭდეოს. არა ბიჭო, თლად ხა რა არის იცი რაღაც ცოტა ისე ვარ რა, მე კი და ტაქსი არ ამდენი დაწერა. ტაქსში გადავიხადე ძმაო. თუდა აბრატნა 620 ევრო. მაგრამ თუდა მე გადავიხადე აბრატნა იმას მოუწია, გაიგე. ხო, პროსტა ბიჭო, ეს პასპორტი არ მინდებს, ჯიბეში არაფერი არ მინდებს. რანერ გამოვიყანე გვერდზე ხვანა შემოსვენები შეჩება. მე ავიგვიძე ამან ხარო მეთქი ბიჭო, ეხა წამოდი მე ვთხარი პირველივე რაც იქნება ღია ბენზინკალო და იქნება თუ მაღაზია იქნება რა იქნება წამოდი დავლიოთ მეთქი აქ რომ გამო. არა საფახმელი ბიჭო, ცოტა მთვრალი ვიყავ, იქ რო გამოფხიზლებული ვიყავ, გულის გავიხდებოდა. ბრატისლავაში დავდედი და მეორე გამიწევაზე, უი ბერლინში. და ცოტა ხანი გავიარ გამოვიარეთ ბრატისლავაში, ცოტა ალკოჰოლის რაოდენობა მივიღეთ და წამოვიდით უკან და ისპანეთსკა ფული აღარ ქონდა. მე მოვრეკეთ რომ დაგვეხმარეთ. ფული გამოვიზარდე. რა სად დახარჯი ამდენი ფული ხო არის? ერთი პირველი დღე იყო. ტრადიცია. შეხედე. ტრადიციები არის. ორი მოდალიო და ვიღაცა ჩართავს ვიდეოს უყურეს რომ ორი კაცი ორჭიქა სვამს და ჩერდება მიდის სახი. შენ ბიჭო, მე ვინ გამლანძღავს? მე ვინ გამლანძღავს ბიჭო? თქვენ გაგიბარჯოთ ბიჭებო. თქვენ საქმეს გაუბარჯოს. კამერის გარეთ ასასაკე ეს ქენი რა შევთავს აი ეგ არის. არა აქა იმასავე. YouTube-ზე ბიჭი არ გჯობია შეძებასთვის. აგრა წაიყო აბათი პარიკვახი რომელიც 20 წელი იჯდას როგზე რა. ეს რო იყო წასული. ჯარში ამის დედა და დაბოკლა ვიღაცა და მაითი გაიტანა რო ჩამოვიდა კადმოვეთი მოეწყო ციხეში დარაჯად და ეს დაიჭირეს რა ეს კაცი. მის ეს მოკლა და მაგიტო კადმოვეთი ციხეში მოეწყო და ეს რო გამოვიდა უთხრა გაიქეცი და დაახალა ერთი აბოიმა და დაატარა და დააფარტყალა ბოზე კუგზელი როგორც მინდა შემიიტყოდა და მე ეს კაცი დარაჯის ციხეში შეაბრუნეს როგორც მაცხოვრებელი. და უცებ იქ ისავლა ეს ფების რაღაცა და რომ გამოვიდა ყველა სპარსავდა და ამიტომ ეს ისტორია არ გაძლევდა იმის საშუალებას რომ გეთქვა რომ ცუდად შემგრიჩე. იმიტომ რომ არ იყო გამორიცხული რომ სამართლებელი შეხონა. კიდე ერთხელ შებრუნებული იყო ის როგს.
ამიტომ თან კაი კაცი იყო რა, ფული თუ არ ქონდა, ისე შეკრიჭავდა, უბიდაჩები ამბობდა რომ ვერ მიხვდებოდი რომ ფული არ ქონდა და ისე შეკრიჭა, კაი. კაი გასწავლია, აი. გაგიბარჯოთ თქვენ რა. და გაუმარჯოს იმერეთს, იმ სამივე მაკუთხიდან ვარც. იმერლებს გაუმარჯოს და იმერეთს გაუმარჯოს. აუმარჯოს. ამ შუაგულიში და ქართლიდან. შუაგულიში და ქართლიდან. ახლა მესამე ეგრევე ატაკებია რომ აზემოსა ვერ მოასწროს. ნას მოასწრებს აზემოსა სახედი შეხედე. მტარი თავის სახი აქვს. და შეიძლება ქეგავაფარტყალო აგერ იმას მინდორში. აი, დავით, აი, ბიჭო, რა იყო? აი ესე და აღარ მოვა. მე ასე თუ გინდო, ჩემი აღარ მოსვლა მითხარი, ნო. რომ ეგეტრა, ნახევარდიანი კაგრას აღარ იქნება. აღარ იქნება. ეს ახევალისაც ვერ. იმას რო თქვა გადაყვანო. ვარ დავამატო. რაღაცა კარგად წაიღო, რა. მანქანა ხوار დავტოვოთ აი. მანქანი. სოვეტიკაც გავეცა. რატო კაცო რო რა დღე არის ეს ოპერატორი გაგექცათ ესე იგი. გაგვეცა, ყველა გაგვეცა ვაფშე. ყველა რა, ერთი ოპერატორი ყავდა, ეგეც ზესბაბიშვილი იყო, ამის დრო არც გადაგიგებთან. არა, ოპერატორი ბათუმში დასასვენებდა დასული. აჰა, თორე რო დაბრუნდება, დაუბრუნდება იმდენი ფენით რო ხო ხედავ უკვე დასასვენებლად უშვებს რა. კი, კაცო, მე ამერიკა დავიქარო სუამით ფულით მივდივარ. ერთი არ იყო ჩემი. ამიდო, რაღაც სადღაც იყავით, ხო რაღაც ინსტაგრამზე დადეთ სურათები, სადღაც ძალიან ზევით იყავით, ყაზბეგში. ყაზბეგშიც ვიყავით რა, არ ვიყავი? ბაკურიანში და მე ვიყავით ყაზბეგში. ბაკურიანში და თუ გუდაურში და მე ყაზბეგში. კარგად დაფიქრდი. წინაკვირით, იმის წინაკვირით ვიყავით ბაკურიანში და მომდევნო კვირას დავედით მე. ხო, თორე, ვაფშე გუდაურშიც ვიყავით. ნუ დაშლა არ მოშლა მაშინ და ჰაბო ვარქესი. აბა რა დაშლა არ მოშლა იყოს. ახლა ჩვენ დამთავრებას და მე როცა გავაგზავნე. დაიხსნა, შეხედე, ეგრე ჭიკჭიკ და კამერა გამოერთება ერთი 4 ჭიქას ძალიან დავადები. აკედა რო წავთ ახლა ლუდები, ცოტა კაცი ლუდები. ამონტაჟო დილამ. კი, მონტაჟო და აი, მათ ყველაზე ის ხოით დილამდე კი, მაგრამ მომონტაჟოთ მოვა. დილამდე უჭახოთ და. აი, ჩვენ ახლა სუპრაში გადაგვესალდე ვიდეო. რა გეიჩიტევა და რა ზაგუსკარა. აი, გამიქაბარო დამეძახე და მანქანით მომიყვანე, ბიჭო. მაიცა. მე გითხარით რომ მანქანით მოდით ხო? ტაქსი რატო არ ამის გამოვა? მაშინ გაგშაღბავ შემოგიშვეფო ეგ ეს მითხარის. მანქანით რომ ვიდეოს ხოლმე გავაჩერებო? დიდი როგორ ახსოვს ამ დამპალს ამაში. მიდი ხა ეგ დალი წეთი არ დატოვში ვით არ ამწარო. არ ჩამაშლევინო ეს ამ ხელა გადაღება. აბა დაშლამშლა იყოს ხო გამოგვიწერეთ მეგობრებო კიდე და რა ვიცი და დავემშვიდობოთ ნელ-ნელა. დაბაძების TikTok-იც აღწერაში იქნება გადადით გამოგამო. არ მინდა ეს ისა ქვია იუმორით ხო გე. მინდა მინდა. დავტოვებ აუცილებლად. დავითის TikTok-ი დავტოვოთ აუცილებლად. პერსონალური TikTok-ი. დაბაძების ქალებს ხო ცალკე TikTok არ. თქვენ გაქვთ TikTok-ში გახვალთ ჩვეულებრივად. 1000 არა 1600. არანაირი სურვილი არ ამოწ. მე ვიჯ ლაივზე რაღაც ბევრი მაყუთი იშოვებაოს. უსაშველოებს უყურია ბაცი. ლომი მეგობრებო, ლომი და არტი ხო? ლომი და არტი. მათი ქრისტიანობის ბევრი. აბა ხო? დავით, ესე იგი ჩვენ გვაქვს, ჩვენ დავნერგეთ ეგეთ. ძალიან ცუდ ადამიანს ეუნები რომ კვიზს რჩევა მიეწია. ახტება ისე ჩვენ დავნერგეთ ეგეთი ისა რომ ყოველი ვიდეოს მე ვაძლევთ კვირის ბზნულ რჩევას, რაც შეიძლება გაითქვა, მაგრამ არის თან დებილობა. მუღა მაგაშია. აი მაგალითად გეტყვი წინა. ხა შენ რამე იმედი ქონდა რომ მე ჭკვიანებს ვეთყოდი რა. რას ქონა ასეთი რჩევა, რაც არ უნდა შორს გადაამსაბულო წუთი შეფერთან და ეს დახე კი. კი, ხო და ახლა გითხარი აბაში, ახლა მაგან ისეც ვიტყვი რომ ვერ ჩასო. არამეთლად მაგეთი არ რამდენიც არ უნდა იწოლო ყლა ვერ ახტები. თუ გინდა ჩასი, თუ გინდა არ ჩასვა, გაიგე. აგვირაში რჩევა არ გვექნება, გავაგვიწერეთ, გავაკარიათ. მაგათი ხო. ეს არ ჩასა. რაც არ უნდა